საღამოშვიდობის. ორშაბათი საღამოშვიდობის. რანაირი მოჩეჩული ვარ. არც თავი მტკივა, არც ყურები მაქვს გადმოყრილი. გადავწყვიტე, რომ ჩემ თავთან დავდო რაღაც ესეთი გარიგება, ასკეზა თუ რაღაც მსგავსი და თავსაბურავით ვიარო. მონასტერში არ მივდივარ, მარხვის შენახვასაც ვგეგმავ და იმიტომ მაქვს თავზე ასე. ამის მერე ხშირად არა, სულ ასე ვიქნა. ეს ულამაზესი თავსაბურავი ირიკომ გამომიგზავნა, ყელზე მეკეთა ხოლმე პერანგებზე. რატო ვარ ესეთი მახინჯი? ჭრის. რა ვიყიდეს ამბავი გავაკეთოთ? მეტი არ ვიცი, რა ვთქვა. ავედი შევეღეთე აფთიაქში. პირველი განვიხილოთ აფთიაქი, იმიტომ რომ ნიკოლოის ალბათ გორმონების შემოქანება კიდე ლაგდება ორგანიზმში და ცოტა სპეციფიური სუნი აქვს. და მითხრა, რომ დეოდორანტი, რომელიც მომიტანეო, არ მუშაობს და მოვიტანე 2. და ძალიან გამიხარდა ფარმადეპოს რომ მქონდა ტესტერები. არასდროს არ ვინახავს არსად. მე ერთხელ ვენდე ატირანს და ეს არ ვიცი რა ქვია პოლივიზატორი გაუფუჭდა მესამე გასხმაზე და კიდევ ვენდე ფასდათმობაა სხვათა შორის ალუმინის არ შეიცავს ნორმ არის მე რაც ის მასი ამოვნა პოლივიზატორებმა და ასხავდა ეს ადგილები ძალიან მეწრება და მიშრება. ხოდა გადავწყვიტე რომ body shop-ზე 50%-იანი ფასდათმობა იყო. ეს რა არის body shop-ი? მე გადავები 25 ლარად? ანუ цариელია? ანუ 5 უყურეთ მოცულობას გეტყვით ახლა რამდენი გრამია? 50 მილიგრამია. და ამხელა ყუთი რა თუნდოდა ამხელა პლასმასი და ნახეთ სადამდეა. What's 25 ლარი გავყოთ 2-ზე. მიქარე. ყელი მტკივა. ტეტესები იქვე ჩოპს უწმენ. სპარში აქვს ფასდათმობა. სხვათა შორის ეს მიყვარს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მე შოკოლადის მოყვარულს როგორ შეიძლება რომ ბარამბოს ჩირიკო და ეს მიყვარს და ეს არ მახსოვდა მგონი მიყვარს და წამოვიღე. ეს არის ჩემი საყვარელი ჩაი. როიბუში ვანილით. რომელსაც მეკეტება და ველოდები ხოლმე ფასდათმობებს. დღეს შევბოდი ელდის პარში და ქონდა ფასდათმობა 5 ლარი. ყერს რაღაც ძალიან გემრიელია ხალხო. როიბუსი 94% აქ და 6%-ია ვანილი. და ძალიან სასარგებლოა როიბუსი. მე როიბუში რატო ვიცოდი? არ შეიცავს გმოს და მოკლედ. კარგი ვინმეა ეს ჩაი მიყვარს. იმისთვის რომ ტკბილეულის აგრძელვა ნელ-ნელა უნდა დავიწყო, დავდე მაგიდაზე თხილეული. და გააქრო ჩემმა შვილმა ორნაბიჯი ვიყიდე. ნიგოზი, რომელიც სასტიკად არ მომეწონა, ნახევარზე მეტი ნაგავი ქონდა შიგნით, ხო და მიწის თხილს და იმას სულ ყიდულობ ხოლმე. და ჩემი პატრონის მეტანა მანქანაში დამჭა ნიგოზი და ეს მიწის თხილი რომ მოვაპროცეანე მარტო ნუში და კაკალიც ვიყიდე, მოიცადეთ. მანქანაში უნდა ვნახო და თუ არ მოხს უნდა წავიდე. ყოველთვის ანუ როგორია რომ იყიდე და ილევა ეს და ნაგვის პარკი. ესეც ფასდათმობაში იყო და შევაგდე. ყველეულზე უარი უნდა ვთქვათ, ხო, თქვი ეს დიდი ხანია არ მაქვს და მჭირდება.
წინაზე რომელი ბურბუშელად ვუყიდე და მიწუნა და ასე მითხრე რომ მე ეგ არ მიყვარს ანუ თქვენთანაც ესეა რომელიც სიყვარულზე ლაპარაკობ დღეს ვერ ვხვდები ფასდათმობაში როგორც ყოველთვის და რა ვიცი ჭამრა როცა მეზარებას ადგილის გაკეთება ცილა ვივსებ ამას ეს ძალიან უყვარს და ფასდათმობაში იყო ორნებიჩი და წამოვიდე ძროხა მინდა ყველისთვისაც ეხლა რატომღაც შევეჩერა ყველის ჭამა პრინციპში 8 არიან ძმარს რო ვუსხამდე ყვავილებს ნება ვიბოძო და მოვიტანე 2 არიანი ვაშლის ძმარი ყვავილებისთვისაც და ისე 2 ცალი ლიმონი ტყემალი იმიტომ რომ დღეს კოტლეტი შევწვი კოტლეტი თუ კატლეტი მოკლედ რაც არის ქათმის წიწებურა გავაკეთე და ლობიოს ხარშევ საუკუნეა როგორც სარეცხს როცა მთელი მანდარინი წავჩრუტუნდეთ აბა ნახოთ მანქანაში თუ არ და უნდა დავაწვე ისევ საბჭოს მოედანზე იმიტომ რომ მაშინ მაღაზიაში დამჭა აი წოდება ასეთ ნაწოლა ნუში ნიკოსი და აი ამდენი მიწისთხელი გრამობაში არის მაგრამ საკმაოდ ბევრია და მივეცი 14 ლარი და ვფიქრობ რომ ძალიან ნორმალურია ეხლა დღეს ვიყავ შოპ მარინაში და ყველაფერი იყო 7 ლარად იმდენი რამე ვიყიდე ოღონდ დავაშრობ და მე ისე გაჩვენებთ ჩამოუვაროთ ახლა კომენტარებს სხვა რა დაგვრჩენია ძალიან დაღლილი ვარ და ძალიან ცუდად ვარ სულ რომ მაგას ვიძახი ატყობთ ფიქრი გოგვიწერს რომ შენ რომ გვერდით კარგს იმსახურებ რა თუნდა მაგას თქმა როგორი თარსიანი კვირა გქონდაო რა ხდება წმინდა გიორგის მადლი და ძალა შეგეწია სავალ გზებზე მადლობა ფიქრი ხო ძალიან დათარსული კვირა მქონდა მოგიყვეთ გუშინდელი დამკვეთსა ცოტა ოღონდ ვიდეოც კი არ გადამეყია მოკლედ პატარა ბავშვი იყო რომელსაც ძალიან კარგი ჰქონდა ძალიან ცენტრალურ უბანში და კალიდორს რომ მოვჭით ანუ გავუყავი ორზე რასაც არ ვუკეთებ ხოლმე დამკვეთებს და კალიდორს რომ მოვჭით თეთრი ფილები იყო და ბოლოში სამკუთხედები ჰქონდა შავი და ჩაიმოხლა და ვაიმე ესო მოვხეხე მოხლის ჩუქზე და ესო გამიფუჭეთო. ანუ მე ძალიან მშვიდად უმტკიცებ, იმიტომ რომ ყველგან მოვხეხე და არსად არ გამიფუჭებია და მე ცოტა ტვინს ძალა დავატანე, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მეც ემოციური ფონი ძალიან ცუდი მქონდა და ვუთხარი რომ დამშვიდი თქო. და თუ სადმე გაქვს ასეთი ფილა მომიტანე თქო. მივეცი სახეხი, მივეცი ხსნარი, რომლითაც გავუხეხე და დაიჭირო ეს სახეხი და ხეხა, იმან ხო ხეხა და წმინდა მერე და მე კიდევ ხეხე 1-5 წუთი. რომ დარწმუნებულიყო. მერე დაუწყე ამ ფილებს ძებნა და ყოფილა კერამოგრანიტის ფილები, რომელსაც არ მქონია დაცვა. ანუ ფეხის ხახუნის ძალით იდეაში ესე მოსდის. და რემონტის მიმდინარეობისას არ იყო გაფენილი ცელოფანი. ანუ მთელი ლამინატი და მთელი იატაკი მომსპარი იყო. ასეთი დეფექტიანი სახლი ჯერ არ მქონია. ყველაფერი დეფექტიანი იყო, ანუ რო უწმენდით, არაფერს არ ემჩნეოდა არაფერი. ხო და ამოვისუნთქე
ბოდიშები კი მიხადა, მაგრამ აღარ მჭირდებოდა იმის ბოდიშები, იმიტომ რომ სულ თქვა შემეკრა ის, რომ შენ გააკეთო საქმე, რაშიც ფულს იღებ, პლუს პასუხისმგებლობა იყო, რომ არაფერს დააზიანებ და პლუს ადამიანს რო ეუბნები, რომ ხო უნდა დაამტკიცო, რომ ეუბნები კიდე ერთია და დამტკიცებასაც ხო ჭირდება ხო და ძალიან ვინერვიული გუშინდელ ამბავზე და ძალიან თარსიანი კვირა მქონდა, იმედია კვირამ წაიღო ყველაფერი. ირაკლი გვიწერს 1990 გიორგობას გილოცავო, წმინდა გიორგი გვახსენეს მიუხედავად სირთულეების არსებობს ძალა, რომელიც გვაძლიერებს გისურვებს ჯანმრთელობას და ბედნიერებას. თქვენ ყველა საყვარელ ხალხთან ერთად გვფარავდა წმინდა გიორგის მადლი და ძალა, უღრმესი მადლობა. ზელმა გვიწერს ერთ სიამოვნება შენი ყურებაც და მოსმენაც. მე არ ვიცი როგორი ცოლი იყავიო. კარგი ცოლი ვიყავ, ბავშვობ. ფიქრობ მე ამ გადმოსახედიდან რომ ხო უბრალოდ არ ვიყავით, ახლოსაც არ ვიყავით ერთმანეთთან. მაგრამ ვიცი რომ უკარგესი ადამიანი ხარო, უღრმესი მადლობა. მაგარი ქალი და დედა ხარო. მადლობა. საუკეთესო მეგობარი რომ იქნები ეჭვი არ მეპარებაო. არ ვიცი არც ეგ. შეიძლება რომ აქვს მინუსები. იმიტომ რომ ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. ეჭვი არ მეპარება, ნამდვილად იმსახურებ დიდ ბედნიერებასო. ჩემი აზრით ხარო. დილდანვე დამიმოხტე დადებითად შენი ყურებითო. ბედნიერი ვარ ბევრი რამით. ძალიან ბედნიერი ვარ რაღაცაებით და ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ასე უნდა ვიყო, თორე სხვანაირად ვერ ვიქნები, ანუ მე რო ვიწუწუნო ყველაფერზე, მე რო ჩავერთო ამ რაღაც ისეთ მოარული სენი რაც არის ტელეფონობაში, ჭორიკნობაში, წუწუნში, ჩემი საქმე არ წავა კარგად, ანუ რაღაცებს ძალიან შევწყვუტა ჩემი თავი და ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ ხო რა ხო და რაც მაქვს, იმით ბედნიერი ვარ. თუ იმას ფიქრობთ, რომ ყავს გვერდით ადამიანი, ეგეც ჩემი ძალიან ინტიმური, ძალიან პირადი თემაა. და რა ვიცი, თქვენი არჩევანია როგორი ფიქრებთ, მაგრამ მე ბედნიერი ვარ. ავერთ კომენტარ. აი, წინა იმაში რომ დავიწყეთ, თათა მეტონიძე გვიწერს, რომ ზედმეტი ზრუნვა ძალადობაა, ჩემო კარგო, ხო, გეთანხმები, მაგრამ უყურეთ. სხვანაირად არ შემიძლია, სამწუხაროდ. მეც ვატყობ ხოლმე, რომ ადამიანებს ვახრჩობ. მაგრამ არ გამოდის. ზიადია სამიძე გვიწერს, ნინი კვირიკესთან დაგერეკადორაო, იქა დაგეხმარებოდა, ზუსტად მან ცხოვრობენო. ალბათ მანქანა რო გამიჩერდა იმ ვიდეოს ქვეშ არის ეს კომენტარი. არ დავრეკავ მე ნინისთან არასდროს, იმიტომ რომ ბოლოს რომ მივწერე, პასუხი არ დამიბრუნა და შესაბამისად ადამიანი როცა პასუხს არ მიბრუნებს, იმასთან დრისთვის უნდა დამერეკა და მე რატო დამჭერდებოდა იქა როცა მყავს მილიონი მეგობარი, ჩემი მეგობარი გამოვიდა სამსახურიდან, იყიდა ბენზინი, მომიტანა ჩამისხა და მანქანა დაიქოქა და ფულით გამოაყოლა, თუ დამჭერდებოდა ევაკუატორი ხალხო. არასდროს არავის არ ვეტენები. თუ ვინმეს რაიმე ეგონა არასწორად და ყველაზე წერენ, ჩემზე იმდენი კომენტარი მინახია ვიღაცის ვიდეოს ქვეშ. იმდენი სიკეთე მე და ჩემ შვილებს და ვიღაცას ეხა რაღაცა ეწყინა და ანუ მე როცა რაღაცა მწყინს აუცილებლად ვამბობ რომ მე შენგან ეს მეწყინა და არ გოიმდები და უპასუხოთ ადამიანს არ ვტოვებ, ადამიანი ძაღლი არ არის, ყოველთვის უნდა იპასუხო და არავისთან დამრეკი არ ვარ და არც მიმწერი. თუმცა თუ შემხვდება აუცილებლად შემხვდა მაგის მერე ძალით მივესალმე, მოვიკითხე, ბავშვებს მოვეფერე, იმიტომ რომ ეს არის ადამიანობა და ეს არის ნორმალური დამოკიდებულება ხალხთან, თორე
ნინი ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა არ არის და ჩემი მეგობრები აქ ამ სივრცეში მყავს ვკონტაქტობ თუნდაც იგივე მანანას რომ მივწერ არ არის მანანა ჩემი მეგობარი მაგრამ პასუხს ეგრევე მცემს რაღაცა ხო არის რომ ჭირდება რომ კომუნიკაცია მქონდეს ეგრევე პასუხობს და ადამიანი რომელიც ერთ დღეს გეუბნება რომ მიყვარხარ და მეორე დღეს პასუხს არ გიბრუნებს თუ მე ვინმე მიყვარს აუცილებლად მივწერო შენ ჩემთან შეგეშალა და იქნებ გამოასწორო ხო და არავისთან დარეკვას არ ვაპირებდი მით უმეტეს ნინისთან ხალხო რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი სამეგობრო წრე მყავს ამდენი ხალხი მახვევია გარს და როგორც მანქანიდან ფეხი გადმოვდგი მე ვიგრძენი რომ ხალხს სახე არ აქვს დაკარგული მანქანები მიჩერებდნენ და მეკითხებოდნენ რით შეიძლებოდა რომ დამხმარებოდნენ იმიტომ რომ თან რო დაიხმარო ადამიანს ხო უნდა იყოს საპარკინგი ადგილი მე შუა ქუჩაში ვიდექი და პარკინგი არ იყო ან წარმოიდგინეთ როგორი ანუ კარგი ადამიანებიც არსებობენ რომ ევაკუატორი იდგა ევაკუატორი კი რა ამწე და მოვიდა მამაკაცი წამოვიდა მანქანაში თითო რომ მორჩა საქმეს მოვიდა და მეუბნება რომ ესა მე გაგიგზავნებიო და საწვავს მე მოგიტანო თუ მაგას თuliო პრობლემადო რა და უკვე გამოსული იყო ჩემი მეგობარი და ეხა საცობში იმან რომ იყიდა საწვავი და მოდიოდა აღარ გამოდიოდა და მადლობა მოვუხადე თუმცა აღმოჩნდა რომ ძალიან რთულად ყიდიან ბოთლით და რაიმე ავზით საწვავს და ძალიან მესიამოვნა რა ანუ თუნდაც ჩემს მეგობარს არ ქონოდა იმის დრო რომ გამოსულიყო იმდენი კარგი ადამიანი დადის ქუჩაში და იმდენი ადამიანი დადის და ისეთი ახალგაზრდა ბიჭები და ძველი ბიჭები ყავს რომ ანუ აი არ ვიცი მივხვდი რომ ერთხელ გომბორის გზაზე გაჩერებულ ადამიანს გავუჩერე ესე და ვუთხარი რომ რა გიჭერს თქო შემიძლია მეთქი დაგეხმარო თქო და როგორც აღმოჩნდა რაღაც დანგრედი თუ რაღაც უნდა და საბურავზე ქონდა პრობლემა და ანუ მივეცი ჩემი დამხმარე საბურავი დანგრეტიც აღმოვაჩინე მანქანაში თორმე იატაკ ქვეშ უჯრა ქონია თორმე არა ვღარ დავიცოდი და ანუ დავეხმარე და დავავიწყდა მე ანუ ველოპარაკეთ რო თელავში გავლით ვიყავი რამოდენიმე დღე შევჩერდებოდი და მე თბილისში ვცხოვრობდი და უბრუნდებოდი და დავივიწყე სათადარიგო საბურავი იმიტომ რომ 2-3 მე არ გამომირთმევია ნომერი და თვითონ გამომართვა და 2-3 დღის განმავლობაში არ შემხმიანებია ვიფიქრე რომ უბრალოდ დამივიწყა იმიტომ რომ ჩემთვისაც 17 ზომა საბურავი თუ 14 უყენია ჩემს მანქანას და 17 უყენია თუ 14 არ მახსოვს 14 უყენია და 17-ები მეყენა წინაზე და 14-ებზე დავიყვანე ხა და ჩემთვისაც პატარა ისათადარიგო რა და ჩავთვალე რომ უბრალოდ და დამირეკა და მომიტანა სახლში შოფერ დიდ პარკ შოკოლადებთან ერთად ასე რომ არავისთან დარეკვა ადამიანებთან რომლებსაც არ ვჭირდებით არც ჩვენ არ ვჭირდება წავედი ახლა მე მარინა შოპის ძონძებს ვრეცხავ არ ვამბობ საწყენად ოღონდ მე სიმართლეს ვამბობ ძალიან კახელი ვარ ძალიან სვანი ვარ და ესე ასე ვფიქრობ და ასე ვამბობ ვერავის ვერ მოვეპათხალიმები ვერავის თავს ვერ მოუქონავ იმიტომ რომ კარგი გოგოა მე ვთვლი რომ რაღაცეებში ძალიან კარგი გოგოა და ოკეია ხო და მარინას ძონძებს ვრეცხავ ჩემი მარინასოს მოვაპიწყინებ და დამიწერეთ ვიდეოს ქვემოთ თუ გაინტერესებთ გაჩვენებთ ძალიან ბევრი ელასტიკები ვიყიდე როცა ლასინების ჩათვლის ასაკი მქონდა თუმცა ეხლა ძალიან მიხდება მაინცად გაჩვენებთ მაშინ არ ვიცვამდი ქუსლებზე აკოკილი დავდიოდი და აქვს ლარივით ფეხები ვისურვებდი რომ კიდევ 10 კილო მოვიკლო და ეს რა ქვია როცა უნდა ჩამიცვო მაშინ არ ვიცვამდი და ეხლა ძალიან გადართული ვარ სადმე გაპრანჭვა რომ მინდა ისე მაინც ლასინებს და მოჩეჩულს ზედას ვიცვამ მოკლედ
ბედნიერ საღამოს გისურვებთ მე თქვენ. ტკბილ სიზმრებს. ორშაბათი მძიმე დღეა. მე მსუბუქად გადავიტანე დილით ვიმუშავე, მე მარინაში ვიყავი, მე მოვედი სახლში ისეთი ამბავი მქონდა. მივდექი, შესაწვავი შევწვი, მოსახარში მოვხარ, ლობიო ვერ მოვხარ შევყონდ, თეთრი ლობიო დავადგი თურქული და მწვანილზე გავედი და მწვანილი დამავიწყდა და ვერ მოვიტანე და მოკლედ რა. ხვალ მინდა რომ სამსახურში ავიდეთ, რომ ნამდვილად გავმაგდებოდა, მაგრამ დილით ანალიზზე უნდა წავიდე, ანალიზი მაქვს ერთი გასაკეთებელი. ადამიანობას ამოწმებენ ასეთი ანალიზი გამოვიდა. პროცენტულად რამდენად კარგი ადამიანი. სისხლის საერთო მინდა გავიკეთო, იმიტომ რომ ასე ვიკეთებ ხოლმე დ-ვიტამინი რაღაცები. ხო და ეს რა ქვია, არ მქონდა წინას კარგი ანალიზები და ვიმეორებ ორ თვეში დავლიე ვიწყებები დანამატებით დ-ვიტამინს ვსვავ, მაგნიოს ვსვავ, ომეგას ვსვავ და ნუ მოკლედ რა. ხო და ჩემი 24 საათიანი შიმშილიც ხო ერთვის თან და ეტყობა, მაინც ორგანიზმს არ ყოფნის ის ერთჯერადი ჭამა, მაგრამ რატომღაც ესე გადავუწყვიტე და არ ვნებდები ახლა თუ უკეთესი ანალიზები დამხვდო დანამატების იმედად ისე 24 საათიანს გავაგრძელებ. ხო, მოკლედ ხვალ ესეთი გეგმები მაქვს, ხვალაც ვისვენებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს სახლში ყოფნა, დავაწყრიელო ყველაფერი. ყველა უჯრე დავალაგე და ბედნიერი ვარ ახლა შემიძლია დავისვენო. ეხა წავედი. ეხა ნამდვილად წავედი. დროებით. მაიმე რამდენი ნაოჭები მაქვს. წავედი. ხვალ თუ არ დამეზარება. წავედი. გადავიღებ. ესენსს აქვს ფილტრი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და შევიძინე და ხათოს კრემის ფილტრს. გაჩვენებთ როგორი განსხვავება აქვს.